ევროკომისიის პრესპიკერი კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯას არაპროპორციულს უწოდებს. ანიტა ჰიპერმა პუბლიკის კითხვის პასუხად თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ქართული ოცნების რეპრესიების გრძელი ჯაჭვის ნაწილია. ევროკომისიის პრესპიკერმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც 18 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არაპროპორციულია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამას მივიჩნევთ როგორც რეპრესიების გაგრძელებას, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს ოპოზიციის ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ნაწილია, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენი გზავნილი ნათელია, ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს. ელენე ხოშტარიას საქმესთან დაკავშირებით დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ციხეში სწორედ კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო გაუშვეს. 4 შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონელებს. ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ამ ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ხელის შეშლა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოწოდება იყო გაკეთებული. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ფაქტს, რომ ჩვენ პოლიტიკოსები რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვიყენებინა მათთვის, მათი პლაკატები დაგვეზიანებინა, ბანერები დაგვეზიანებინა და ასე შემდეგ. ქალბატონ ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა გირავ გადაეხადა, ჰქონდა იმის შესაძლებლობა ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, მაგრამ მან ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვეტა ეს მისი უფლება. პროკურატურა ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით ხოშტარიამ 3 საარჩევნო ბანერი დააზიანა, ზიანმა კი 570 ლარი შეადგინა. ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა რუსული ოცნება 2025 წლის 14 სექტემბერს გააკეთა, რითაც სტუდენტ მეგი დიასამიძეს სოლიდარობა გამოუცხადა. დიასამიძის წინააღმდეგაც ასეთივე ქმედების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ელენე ხოშტარიამ პენიტენციური დაწესებულება 1 წელში უნდა დატოვოს.